მოგესალმებით, მე თორნიკე ბჟავანაძე ვარ, ეთერშია ეკონომისტი. დღეს ჩვენს ვისაუბრებთ ტრადიციულ მეთევზეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. რა ხარვეზებია თევზჭერის კუთხით ქართულ კანონმდებლობაში, რამდენად არის დაცული მეთევზეების უფლებები, ვინ და როგორ ზრუნავს მათ უფლებებზე, მეთევზეების ამ და სხვა პრობლემებზე სასაუბროთ ეკონომისტის სტუმრები იქნებიან პროექტ საქართველოში ტრადიციულ მეთევზეთა ინტერესების დაცვის მედია მენეჯერი ციალა ქათამიძე და ექსპერტი რამაზ მიქელაძე. დღეს თქვენ ნახავთ ასევე დასავლური ინსტიტუციების როლი და მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისთვის. ქვეყნის საგარეო კურსი, როგორც ქართული ეკონომიკის სტაბილურობის გარანტი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების, ანუ იგივე DCFTA-ის სიკეთეები ქართული ბიზნესისთვის. ამ თემებზე ეკონომისტი გაესაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილს, რომელსაც ვრცელი ინტერვიუს სახით გადაცემის მეორე ბლოკში შემოგთავაზებთ. გადაცემის ბოლოს კი თქვენ ნახავთ ბიზნესმენ თათია ანდღულაძის წარმატებულ ბიზნეს ისტორიას. ახლა კი ჩვენს ეთერში ბიზნეს და ტექნოლოგიური სიახლეების დროა. პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზით ტანსაცმლის ბრენდი კომპანია New Look რუსეთისა და უკრაინის ბაზრიდან გავიდა. მან რუსეთში 20, ხოლო უკრაინაში 6 მაღაზია დახურა. New Look-ის განვითარების გეგმის მიხედვით მას უნდა გამოესყიდა წილი ფრანჩაიზინგის რუსი პარტნიორებისაგან და გაიგრძელებინა მუშაობა სხვა კომპანიებთან ერთად. ამასთანავე ის რუსეთის ბაზარს კომპანიის განვითარებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად ასახელებდა. მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა, კომპანიის წარმომადგენლები თვლიან, რომ მსოფლიო ბაზარზე კომპანიის განთავსების თავიანთი გეგმა გადახვევების გარეშე მიდის და წლის ბოლოს ჩინეთის ბაზარზე თავიანთი მაღაზიების 14-დან 20-მდე გაზრდას ვარაუდობენ. სიდიდით მეორე მობილურმა ოპერატორმა კომპანიამ Vodafone-მა წლიური შემოსავლების პროგნოზი 500 მილიონით გაზარდა. კომპანია ამ ზრდას ხსნის იმით, რომ მსხვილ ევროპულ ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა და ამასთანავე ერთ-ერთ მიზეზად ის ახალ პროდუქტებში მზარდ ინვესტიციებს ასახელებს. საპასუხოდ კონკურენტმა კომპანიებმა განაცხადეს გაუმჯობესებული ინტერნეტისა და საშინაო საკაბელო ტელევიზიის ახალი მომსახურების შესახებ. მიუხედავად კონკურენტთა საპასუხოსვლისა, ბრიტანული კომპანია Vodafone-ის აქციათა ფასი 4%-ით გაიზარდა. ფრანგული ავტომწარმოებელი Renault ევროპული ბაზრის სისუსტეს კომპანიის საქონლის აფრიკაში შეტანით უპირისპირდება. კომპანიამ უკვე გახსნა ქარხანა ალჟირში, სადაც წლიურად 400,000 მანქანა იქნება წარმოებული. ალჟირის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ქარხანა მომგებიანი იქნება როგორც ალჟირისათვის, ასევე კომპანიისთვის და ისინი შემდგომი განვითარებისთვის გააგრძელებენ ურთიერთობასა და მუშაობას. საწყისმა ინვესტიციამ 50 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა ამ რიცხვის 800 მილიონ ევრომდე გაზრდას ვარაუდობენ. კომპანიამ ასევე გახსნა ქარხანა მაროკოში, სადაც შეიტანა კონვეიერი, რომელზეც 2011 წელს აწყობილი მანქანების 90% ექსპორტზე გავიდა. მიუხედავად ამისა, მაროკოში წარმოებული პროდუქტის სამიზნე აუდიტორიად ადგილობრივი მომხმარებელი ითვლება. კომპანია King Digital Entertainment-მა გამოუშვა Candy Crush-ის ახალი ვერსია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელეფონო თამაში, რომლის თამაშთა რაოდენობა 2 წლის არსებობის განმავლობაში 71-ჯერ აღემატება მსოფლიო მოსახლეობას. კომპანიამ თამაში ლონდონში წარადგინა. მიუხედავად ასეთი წარმატებულისთვისა, ნიუ-იორკის ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი დაეცა. შემოსავლებმა მესამე კვარტალში 16%-ით იკლო. ზარალმა 142 მილიონი დოლარი შეადგინა. Candy Crush-ის განახლებული ვარიანტის წარმატებაზე კომპანიის მომავალია დამოკიდებული. ჭკვიანი ჩანგალი Smart Fork-ი უკავშირდება თქვენს iPhone-ს და ვიბრირების საშუალებით გატყობინებთ მიირთმევ თუ არა ძალიან ჩქარა ან ძალიან ბევრს. iPhone-ი ჭკვიან ჩანგალთან ერთად დაგეხმარება თვალყური ადევნოთ თქვენი ჭამის რეჟიმს. ეს ჩანგალი ნამდვილად დაეხმარება მათ, ვინც უშედეგოდ ებრძვის ჭარბწონას. ჭარბწონასთან მებრძოლთათვის ასევე არსებობს ალტერნატიული ნოვაცია საჭმლის სკანერი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაიგოთ საკვების ქიმიური შემადგენლობა. სკანერი ლაზერის მეშვეობით შიფრავს საჭმლის შემადგენლობას და გიჩვენებს კალორიათა რაოდენობას, პესტიციდებს და საბოლოოდ ანალიზს უკეთებს თუ რამდენად სასარგებლოა ესა თუ ის საკვები თქვენი ჯანმრთელობისათვის. ეს გახლავთ გასული კვირის ტექნოლოგიური და ბიზნეს სიახლეები. ახლა ტრადიციულ მეთევზეობასთან დაკავშირებით ვნახოთ სიუჟეტი.
სანაპირო თევზჭერა საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მას ტრადიციულ მეთევზეობად მოიხსენიებენ. სანაპიროს თევზჭერა მცირე მასშტაბებისა და შემოსავლების გამო არა კომერციულ, არამედ ძირითად სოციალურ ხასიათს ატარებს. აღნიშნულ სფეროში წლების განმავლობაში დაგროვდა მრავალი პრობლემა, რომელთაგან ერთ-ერთი თევზჭერის წესების მიღების პროცესში მეთევზეთა ჩართულობის უგულებელყოფაა, რაც იწვევს იმას, რომ წესები და რეგულაციები არ ასახავს არსებულ რეალობას, ხოლო ტრადიციულ მეთევზეებს არ გააჩნიათ ისეთი ძლიერი გაერთიანება, რომლითაც საკუთარ ინტერესებს დაიცავენ. უკანასკნელ პერიოდში მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებით გახშირდა თევზჭერის წესების დარღვევისათვის სანაპიროს ბრიგადების დაჯარიმების ფაქტები. მათ შორის რამდენიმე მეთევზეს პატიმრობად შეეფარდა. გამოვლენილი სამართალდარღვევების ფაქტების დიდი ნაწილი მეთევზეების მხრიდან ერთის მხრივ გაუთვითცნობიერებლად, ხოლო მეორეს მხრივ გამოუვალი აუცილებლობით იყო ჩადენილი. ზღვაში მინდოდა გასვლა, ნავი ჩუუშვით, მივდიოდით ზღვაზე სათევზაოდ. დასტაბაში დავრეკეთ ყველაფერი რიგზე იყო. მიველით დაგბადგა გემი. საფუთები მოთხოვა, საფუთები ყველა რიგზე იყო. და მე გვითხრეს რომ ნარუშენია გაქვს. რატომ აქედან ნავი ჩუუშვით და იქ ტურისტები ისვენებდნენ. იმ დროს მაგალითად ტურისტები არ იყო. დაწერეს ოქმი. ჯარიმის სახით 300 ლარი. მითხრეს დაგაჯარიმეთ. მე ხელი არ მოაწერე და მივეცით სასამართლოში. სასამართლოში იმპერი წევდა სალაპარიკო რომ ჩვენ გაგვემარჯვეს და ჯარიმა მოგვიხსნეს. ეს პირველად მე მასეთი მიკავეს ნავის ჩაშვებაზე პირველად და ისე ჯარიმები უწინ იყო ბლომად. საქართველოში თევზჭერის წესების დებულებაში ყოველწლიურად საშუალოდ 3-4 მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. აღნიშნული ცვლილებები ჭერა აკრძალული თევზის სახეობების ჩამონათვალს, თევზსაჭერი იარაღების ტექნიკურ პარამეტრებს, თევზჭერის აკრძალვის ვადებსა და ადგილების განსაზღვრას ეხება, თუმცა სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული მექანიზმი, რომლითაც სამართალდარღვევთა პრევენციისათვის ახალი რეგულაციების შესახებ მეთევზეთა დროული ინფორმირება უნდა მოხდეს. მეთევზეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მათი მხრიდან თევზჭერის წესების დარღვევის პრევენცია. ტრადიციულ მეთევზეთა უფლებების დაცვა კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევის გზით. საერთო მიზნების გარშემო ტრადიციულ მეთევზეთა მობილიზაციის უნარჩვევებისა და შესაძლებლობების განვითარება. ამ მიზნებიდან გამომდინარე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრადიციულ მეთევზეთა ასოციაცია. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით ორგანიზაციაში უკვე 40-მდე მეთევზეა გაერთიანებული და მათი კარი ნებისმიერი მსურველისათვის ღიაა. მოკლედ მეთევზეთა პრობლემები ბოლო პერიოდში საკმაოდ მიჩქმალური პრობლემა იყო, ესე შეიძლება ითქვას. ამიტომ ასოციაცია ფლორა და ფაუნის მიერ შესწავლილი იქნა თევზჭერის წესებში არსებული პრობლემები, მათ შორის საკანონმდებლო თუ ტრადიციულ მეთევზეების ადგილზე. და შესაბამისად ჩამოყალიბდა ტრადიციულ მეთევზეთა ასოციაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია მეთევზეთა ადვოკატირების კამპანია და ასევე დახმარება იმ საკანონმდებლო კუთხით, რომელიც არსებობს. თითოეულ მეთევზეს საშუალება აქვს, რომ თავისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ჩვენ და ადვოკატირებას გავუწევთ ყველა მათგანს. გაწევრიანება არის თავისუფალი ასოციაციაში, ჩვენ პარლამენტურად დავდივართ მათთან და ვეცნობით ახალ პრობლემებს, რომელიც წარმოიშობა მათ სფეროში. ამჟამად გაწევრიანებულია 40-მდე ბრიგადა, მაგრამ მიმდინარეობს უფრო გაწევრიანება, იმიტომ რომ ადრე არ არსებობდა ნდობა იმისა, რომ ვიღაც მათ უფლებებს იცავდა. ამ შემთხვევაში უკვე ნდობის ხარისხი მაღალია, შესაბამისად უფრო მაღალია მომართიანობის პრინციპით. იმისათვის, რათა მეთევზეთა ასოციაციამ პროექტის დასრულების შემდგომაც გააგრძელოს საქმიანობა, პროექტის ფარგლებში გაიხსნა თევზის რესტორანი, რომელიც უზრუნველყოფს ასოციაციის დამოუკიდებლად არსებობას. რესტორანი ერთის მხრივ პირდაპირ სარგებელს მისცემს მეთევზეებს, ის მომარაგდება მათ მიერ დაჭერილი თევზით და რესტორანში დასაქმდება მეთევზეთა ოჯახის წევრები, ხოლო მეორეს მხრივ რესტორნიდან მიღებული მოგება მოხმარდება ზემოთაღნიშნული ასოციაციის ფუნქციონირებას. რესტორანი Fish Point-ი გაიხსნა ასოციაცია ფლორა და ფაუნას მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში. აღნიშნული რესტორანის მთავარი ფუნქცია და მიზანი არის ის, რომ დავეხმაროთ მეთევზეთა ასოციაციას, თავად მოახდინონ თავიანთი ინტერესების ლობირება, ხელისუფლებასთან თუ სხვადასხვა ორგანოებთან წარმოადგინონ თავიანთი თავი და ასევე ქონდეთ ფინანსური შესაძლებლობა და სწორედ ეს რესტორანი დაეხმარება მათ თავად დამოუკიდებლად მოახდინონ ეს ყველაფერი. ჩვენ
ვეცადეთ მაქსიმალურად დასაქმებული პერსონალი ყოფილიყო მეთევზეთა ოჯახის წევრებისგან დაკომპლექტებული, ასევე სამომავლოდ გეგმავთ და ეხლა მიმდინარეობს პროცესი და მოლაპარაკებები, რომ ზოგადად მეთევზეებისგან მოხდეს აღნიშნული თევზის თუ სხვა პროდუქტის შეძენა და ზოგადად ფინანსები რაც იქნება, სამომავლოდ მოხმარდება მეთევზეთა ასოციაციას. სანაპირო თევზჭერაში ჩაბმულ ტრადიციულ მეთევზეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 2000-მდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე ბევრი ოჯახის კეთილდღეობაა დამოკიდებული. თევზჭერასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ ჩვენი სტუმრები არიან პროექტ საქართველოში ტრადიციულ მეთევზეთა ინტერესების დაცვის მედია მენეჯერი ციალა ქათამიძე და ექსპერტი რამაზ მიქელაძე. მოგესალმებით. მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და პირველ რიგში მინდა გკითხოთ ციალა, ამ პროექტის ფარგლებში რამ განაპირობა ამ პროექტის არსებობის აუცილებლობა, რა პრობლემების გადაჭრაზეა ის ორიენტირებული? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მინდა მოგახსენოთ აღნიშნული თემით დაინტერესებისათვის და შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ რას გულისხმობს პროექტი, რა ტიპის პრობლემებია და ეს შემდეგ. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ასოციაცია ფლორა და ფაუნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ჰქვია საქართველოში ტრადიციული მეთევზეთა ინტერესების დაცვა და ზოგადად პროექტის მიზანია სწორედ ამ ადამიანების ტრადიციული მეთევზეების ინტერესების დაცვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, ხელშეწყობა მათი პრობლემების გადაჭრისათვის. ჩვენ აღნიშნულ პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელმისაწვდომი გავხადოთ კანონმდებლობა, რაც არსებობს თევზჭერის სფეროში და რომელიც ძალიან ხშირი ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისად ვცდილობთ პერიოდულად მივაწოდოთ მეთევზეებს არსებული ცვლილებები, უფრო გამარტივებულ ახმად ენაზე აუხსნათ ესა თუ ის რეგულაციები და ესე შემდეგ, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვითცნობიერებლად მათ მიერ სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული გადაცდომები. ასევე ვცდილობთ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, იმ მეთევზეებს და უფასო იურიდიული კონსულტაციებს თუ ადვოკატი შევთავაზოთ, კვალიფიციური ადამიანი, რომელიც დაეხმარება მათ და იქნება წარმომადგენელი მათი სასამართლოში თუ ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობის ურთიერთობის პროცესში. ასევე გავაკეთეთ რესტორანი, თევზის რესტორანი, რომელიც სოციალურ მიზნებს ემსახურება, რომლის მიზანი არის ის, რომ სამომავლოდ მეთევზეებს დაეხმაროს თავად მოახდინონ პროექტის დასრულების შემდეგ, თავად ამ მეთევზეების მიერ შექმნილმა ასოციაციამ განახორციელოს ეს აქტივობები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რაზეც უკვე ვისაუბრე. ამასთანავე თევზის რესტორანთან დაკავშირებით მინდა დავაკონკრეტოთ, რა სახსრებით არის ის შექმნილი და რა სითვალისწინებს უშუალოდ ამ რესტორნის არსებობა. ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც ვახსენე, არის თევზის რესტორანის გახსნა, რომელიც გაიხსნა რამდენიმე დღე უკვე ფუნქციონირებს და რომლის მიზანი არის ფინანსური სარგებლის მიღება იმისათვის, რათა შემდგომ ეს თანხები გამოყენებული იქნას მეთევზეთა ასოციაციის ფუნქციონირებისთვის სხვა აქტივობების განსახორციელებლად. ეს შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ძირითადად წილი ზოგადად არის ევროკავშირის, ასევე არის ზოგადად ასოციაცია ფლორა და ფაუნის დაფინანსება ძალიან მცირედი, თუმცა ძირითადად სახსრები არის ევროკავშირის და როგორც გითხარით, პროექტის პარაგრაფში შეიქმნა მეთევზეთა ასოციაცია, რომელსაც გაწევრიანებული არიან თავად მეთევზეები და ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა ტრეინინგებით, ვეხმარებით, რომ მათ ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში და თავად იყვნენ თავიანთი უფლებების წარმომდგენი, დამცველი და ესე შემდეგ. ის აქტივობები, რასაც პროექტის პარაგრაფში ხორციელდება, სამომავლოდ გვინდა, რომ თავად ასოციაციამ გააკეთოს. ანუ ეს იყოს გრადი პროცესი და არ იყოს მხოლოდ რაღაც კონკრეტულ პროექტზე დამოკიდებული. ბატონ რამაზ, აქ ნახსენები იყო, რომ საკანონმდებლო კუთხით ხდება დახმარება იგივე იურიდიული მომსახურების კუთხით და ასე შემდეგ. რა კონკრეტული პრობლემები აქვს, რატო ექმნებათ ამასთან დაკავშირებით მეთევზეების პრობლემები და ზოგადად რა პრობლემებთანაა მათი საქმიანობა დაკავშირებული? ეს პირველ რიგში მესალმები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მაყურებლებს. ვიტყვი იმას, რომ ალბათ პრობლემების ორი მხარეა აქ. ვინაიდან სანაპირო მეთევზეების უმეტესობა ძირითადად სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისგან შედგება, არსებობს ეკონომიური მდგენელი, რომლიდანაც მოდის ყველა პრობლემა პრინციპში. ის, რომ ბუნებრივი რესურსების რაოდენობა იკლებს ზღვაში, ეს ასე ვთქვათ, ბოლო დროს
ყველა ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე და ადამიანის სარეწაო ზეგავლენიდან გამომდინარეა, ისევ მეთევზეების მათ შორის, რომლებიც ამ თევზს მოიპოვებენ. ამიტომაც ეკონომიური შემოსავლის წყაროები მცირდება მათი და იწყება ყველა აქედან გამომდინარე პრობლემები რეალურად. ანუ ჩვენ არა მხოლოდ ადვოკატირებას ვაწარმოებთ მათ გათვითცნობიერებას, ამაღლებას საკანონმდებლო კუთხით, არამედ ვცდილობთ მივცეთ ასე ვთქვათ ეკონომიური გამოსავლის საშუალება, მათ შორის ალტერნატიული შემოსავლის მოძიებით. მაგალითად ვიტყვი იმას, რომ ვთქვათ ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ ტურისტულ პერიოდში ვთქვათ რეკრეაციულ ზონებში მეთევზეებმა დამატებითი შემოსავლის წყაროს გახადონ ვთქვათ სამოყვავილო თევზჭერისათვის ტურისტების გაყვანა ვთქვათ. ესეც მათთვის ერთი დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. გარდა ამისა ვთქვათ მათი ინფორმირებულობის დის ხარისხით შევეცადოთ, რომ ვთქვათ ნაკლებად უფრო მეტად ჩახედული იქნენ საქმეში ცვლილებებით. მე უბრალოდ მინდა დავაზუსტო ერთი რამ, რომ თევზჭერის რეგლამენტი დროშიც ვალებადია, ვინაიდან სხვადასხვა სახეობის თევზები სხვადასხვა დროში, სხვადასხვა პერიოდში რაოდენობრივად ხან მცირდება, ხან იზრდება. შესაბამისად სახელმწიფო გარკვეულ რეგულაციებს ცვლის ხოლმე ჭერის ადგილებში, ვადებში და სხვადასხვა სახეობებთან დაკავშირებით. ამიტომაც ეს ხშირი ცვლილებები რომ დროზე მივიდეს, თქო მეთევზესთან და შეცდომა არ დაუშვას, საჭიროა პერიოდული რაღაც გამოცემების გაკეთება. ჩვენ ესეც უკვე ორი ბუკლეტი გამოვიცვით თევზჭერის რეგულაციების და გარდა ამისა არსებობს უკვე არსებული პრობლემები. თევზჭერის, რომელიც მაგალითად თქვი თავის დროზე იყო ზონის მცირე 300 მეტრი, ეს უკვე ცვლილება შევიდა ძალაში და 1 მილი გახდა მეთევზეებისთვის. გარდა ამისა დღესაც დარჩენილია ვთქვათ ზაფხულის აკრძალვა თევზჭერის, რომელიც დაკავშირებული არის ბანაობის სეზონთან და აბსოლუტურად არაადეკვატურია, ვინაიდან აკრძალულია 100 მეტრამდე თევზჭერა ყველა ზოლში, მათ შორის განამხოლოდ სარეკრეაციოში, ყველა ზოლში აბსოლუტურად. ანუ ისეთ ზოლში, სადაც მობანავები არ არიან საერთოდ. ანუ ეს ტექნიკური შეზღუდვა რა თქმა უნდა მეთევზეებს ხელს უშლიდა. თან აკრძალულია 100 მეტრით, მაშინ როდესაც უსაფრთხოების ზოლი ცურვით ყველგან თქმის 50 მეტრია. აი ვთქვათ ერთი ტენდენციური აკრძალვა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია. თან 15 ოქტომბრამდე აკრძალული, მაშინ როდესაც საბანაო სეზონი იცით ჩვენთან დავდება 15 სექტემბერს. გარდა ამისა, ტენდენციურად არის აკრძალული მაგალითად ზოგიერთი მდინარეების შესართავებში თევზჭერა მითითებულია თქოს ეს საურაგული და საზუთხე მდინარეა ამ დროს მაგალითად მდინარე ნატანე, მდინარე სუფსა, ეს მდინარეებად არ ითვლება. ჩვენ არ ვამბობთ მდინარეში დაიშვას იქ თქვა სიტყვაზე მასიური თევზჭერა, მაგრამ შესართავში ამის დაშოვების საშუალება ნამდვილად არის. და გარდა ამისა მთელი ძალიან ბევრი ერთის მხრივ წვრილმანი პრობლემებია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, ხშირად ადმინისტრაციული ორგანოები ამ წვრილმანებს უდგება ძალიან ხისტად. ეს გასაგებიც არის ალბათ, ვინაიდან მათი მოვალეობაც არის ეს და ხშირად ამ სიხიზდეს მოსდევს სოლიდური ჯარიმები, მათ შორის ტენდენციურიც კი. ანუ ჩვენ გქონდა მაგალითად ამას წინ ერთ-ერთი საქმე, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანომ ტენდენციურად მიუდგა, ვერ აღიქვა კანონის სრულად და უფრო მიუდგა ზედმიწევნით, ვთქვათ, სადამსჯელო კუთხით, საბოლოო საქმეები და სასამართლოდან ჩვენ ეს პროცესი მოვიგეთ, ვინაიდან იურიდიულად საქმე გამართული არ იყო. ასევე გვაქვს აი ამასთან დაკავშირებით, ესე იგი თქვენ მოიგეთ საქმე, ანუ ეს კონკრეტულ მეთევზეს ასოციაცია, მეთევზეთა ასოციაცია თუ ეს პროექტის ფარგლებში მოხდა მისი ადვოკატირება ამ შემთხვევაში, მათთვის ალბათ ეს მანამდე პრობლემებს წარმოადგენდა, რა პრობლემა იყო, თქვათ, რატო ვერ ახერხებდნენ ისინი აქამდე თავის დაცვას, რატო დაჭირდა ასოციაციის დაცვა, იქნებ ვიპასუხოთ. გამომდინარე იქედან, რომ იურისტები, რომლებიც ანუ კერძო იურისტები ღებულობენ რაღაცა კონკრეტული საქმის რაღაცა პროცენტის ანაზღაურებას და სამწუხაროდ იმ ჯარიმების ეს პროცენტი არის ძალიან დაბალი თანხა და ყოველთვის ყველა ადვოკატი ერიდება ხოლმე მსგავსი პატარა რა მათთვის 300 ან 500 ლარის ოდენობით საქმის აღებას და ჩვენ უფასო ადვოკატირებას ვუწევთ, ანუ მთლიანად უფასო არის ეს მომსახურება მათთვის. ჩვენ უზრუნველყოფთ იურისტის დაქირავებას, მის წასვლას სასამართლოში, გადაადგილებას და ეს შემდეგ. ბატონ რამას, თქვენ ახსენეთ ბევრი რეგულაციები საბოლოო ჯამში, რომელიც ძალიან გავლენას ახდენს მეთევზის ყოფით მდგომარეობაზე. ამ შემთხვევაში ვისთან გაქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და ამ კუთხით რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს? რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვუდგებით პრინციპს ისე, რომ სახელმწიფო ცუდია და მეთევზე კარგი. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვცდილობთ დავაბალანსოთ სიტუაცია, თავისთავად ჩვენი ხედვით და ობიექტურად და ლოგიკურად. ხედობაში რა მაქვს? ადმინისტრაციული ზედამხედველობის ადმინისტრაციული ორგანოები ეხლა ფორმირების პროცესშია თვითონ.
იგივე გარემოს დაცვის ზედამხედველობის ორგანოებმა მხედველობაში თავის დროზე გაუქმებული იყო ეს სამსახური, ეხლა თვითონ ფორმირების და ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ სამსახურს პირიქით დახმარება ჭირდება, რომ კანონის სრულყოფილად აღასრულოს. ჩვენ არ ამოვდივართ იმ პრინციპიდან, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უმუშაოს. პირიქით ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მმართველობით, ისეთი როგორიც არის მაგალითად, აფეთქება ვთქვათ ელექტროდენით შხამენითერად მოპოვა, პირიქით ძალიან მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ტექნიკური რეგლამენტის ნორმა, რომელიც არანაირ გარემოზე მავნე ზიანის მომტანი არ არის და ხშირ შემთხვევაში თვითონ გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანო თავის კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მოიქცეს უფრო ზომიერად ვიდრე დღეისათვის ეს ამას აკეთებს. და ხშირად კიდევ პარასწორად ხდება თვითონ კანონის აღქმას და ფორმულირებას. ამიტომაც ჩვენ გქონდა პრეცედენტი იმის, რომ ჩვენ ზედამხედველობის ორგანოში ჩავატარეთ ტრენინგი მაგალითად თევზის სახეობების იდენტიფიკაციის კუთხით და ზოგიერთი საკანონმდებლო ნორმის გაგების კუთხით. ანუ ჩვენ ერთგვარად მედიაციას ვაწარმოებთ ამ ხრივ, რომ გვინდა რომ პროცესი იყოს ორი მხარესთვის გასაგები. ძალიან რთულია, ერთის მხრივ შეიძლება მარტივი მოეჩვენოს, მაგრამ ძალიან რთულია ზოგიერთი ტექნიკური რეგლამენტის ნორმა, ვინაიდან კავშირში არის ცოცხალ სამყაროსთან, თევზის ცოცხალი არსება ჩვენგან არ ჩანს ის რა თქმა უნდა წყალშია და თუ თქვა ზედმდგომი ხის მოჭრა შეიძლება ადმინისტრაციული ზომები იოლად იქნეს მიღებული, გარკვეული დარღვევა მის ჩადენის შემდგომ უბრალოდ არ ჩანს. და თევზის მარაგის კლებას ჩვენ ვიგებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდი გავა და საბოლოო ჯამში თევზი აღარ იქნება. ამიტომ ცოტა ის რთული საკითხია და რთულია იმითაც. არის თუ არა ის პრობლემა, რომ კანონმდებლობა თევზის შესახებ არ არსებობს, უბრალოდ კანონი არ არსებობს და მხოლოდ რეგლამენტით რეგულირდება ეს საკითხი. დიახ, თევზჭერის კანონი როგორც ესეთი არ არსებობს. ძალიან რთული, ესეც დიდი თემაა. მე გითხრათ, არა მხოლოდ კანონი არ არსებობს, არამედ ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ. ჩვენთან არსებობს მცირე დეპარტამენტიც კი თევზჭერის. მაშინ როდესაც ვარ საზღვაო ქვეყანა და ვერ დამისახელებ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც არ შეიძლება სახელმწიფომ ესე მიაგდოს ეგ საკითხი. რა თქმა უნდა, არის გარკვეულ სახელმწიფო ორგანოებში თავის კომპეტენციების ფარგლებში პირები, რომლებიც ამას არეგულირებენ, მაგრამ მაგალითად თქვათ იგივე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში არის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, რომელიც არის დაკავებული თქვათ თევზჭერის საკითხებით, მათ შორის მენეჯმენტის საკითხებით. საინტერესო ის არის, რომ იქ ბიომრავალფეროვნებით უნდა იყოს დაკავებული და არა მენეჯმენტს კონკრეტულად ხელს უნდა უწყობდეს და განკარგავდეს, უნდა ეკონომიკის სამინისტრო თავის თავად და ცხადია, მაგრამ კონკრეტული თევზჭერის დეპარტამენტი. სულ რამოდენიმე კაცის რო იყოს სახელმწიფოში ესეთი, ძალიან კარგი იქნებოდა სახელმწიფო სამწუხაროდ ამას ყურადღებას არ აქცევს. ამავდროულად კვლევითი ინსტიტუტები თავის დროზე, თითქმის გაუქმებული იქნა კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ჩვენთან ბათუმშია, სხვათა შორის ძალიან ძლიერი ინსტიტუტია. დღეს მას მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის ფორმა აქვს და აქაც იგივე პრობლემებია იმ ხრივ, რომ ვერ ხდება სრული კომპლექტაცია სამეცნიერო კვლევითი ასე ვთქვათ მოდომების წაყვანის კუთხით. გასაგებია, ქალბატონო ცელა, ასოციაციასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომელიც არსებობს პროექტის ფარგლებში, ვინ არის ასოციაციის წევრები და ვისი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება ასოციაციის საქმიანობა? ასოციაცია აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ჩვენ თავიდან გავაწევრიანეთ ის მეთევზეები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული თავიდანვე სხვა ტიპის შეხვედრებში, ტრენინგებში და მათთვის ხელმისაწვდომი უფრო მეტად გახდა სხვა მეთევზეებთან კომუნიკაცია, თითქმის მთელ სანაპირო ზოლში, ანაკლიდან მოყოლებული სარფამდე. ჩვენ გვაქვს სხვა ტიპის შეხვედრები, იურიდიული კონსულტაციები, ზოგადად ვაცნობთ სხვა ტიპის სიახლეებს, რომლებიც არის თევზჭერის წესებში თუ რეგლამენტში და იქედან კიდევ ვცდილობთ, რომ ადამიანები მაქსიმალურად გახდნენ მეთევზეთა ასოციაციის წევრები მათი დაინტერესების შემთხვევაში, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის ესა თუ ის ცვლილებები და ან მეთევზეები არიან ძირითადად გაწევრიანებული და სამომავლოდაც ნებისმიერ მეთევზეს, რომელსაც ექნება სურვილი, შეუძლია გახდეს მეთევზეთა ასოციაციის წევრი. ასევე იმ მეთევზეებისთვის პირობითად როგორც ჩანს არსებობს პრობლემა ტექნიკური დათვალიერების კუთხით, ამასთან დაკავშირებით მათ უწევთ მათი პატარა ბიუჯეტის ფარგლებში ხშირად ტრანსპორტის რილება, ესე ვთქვათ, ბათუმში ამ შემთხვევაში, სადაც სამსახური არსებობს. აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ვთქვათ, როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარების? ჩვენ მქონდა კონსულტაციები უკვე საზღვაო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებთან, სამწუხაროდ კანონმდებლობის ის ნორმები და მათი მოდელი, რომელიც ამას ემსახურება, მთლად სრულყოფის საშუალებას, მოქმედების საშუალებას მათაც არ აძლევს, მართალი გითხრათ, ვინაიდან ისინი აი ამ ტექ დათვალიერებაში ჩართული არის არა უშუალოდ საზღვაო დეპარტამენტი, არამედ ფირმები, რომლებიც აკეთებენ ამას. რუსული რეგისტრი ძალიან ცოტა ვრცელი და რთული თემაა.
და მათ გითხრეს რომ არ შესწევთ ძალა რაღაც შეცვალონ, შეუძლია რაღაც მცირე შეღავათები გააკეთონ ამაში. სამწუხაროდ კიდევ ამბობ დღეისათვის ვერ შეძლეს მათ აი ამ საკითხის მოგვარება და ანაკლიდან მაგალითად ორჯერ რამოდენიმეჯერ შეიძლება ადამიანს უწევდეს ბათუმში ჩამოსვლა, ფოთშიც კი არა. ანუ თქვათ კიდევ ამ ეს არის სერიოზული პრობლემა მეთევზეებისთვის ტექნიკური და ყოველწელს უნდა იყოს. და პლუს ამას ყოველწლიურად უწევთ. ჩვენ არ გვიქვეს, ასე ვთქვათ, საზღვაო დეპარტამენტში დახმარება იმ ხრივ ზოგადად იმ ხრივ ამ პრობლემის მოგვარებაზე ისინი განწყობილებას მიიღებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაიმე კონკრეტული ცვლილება ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ იქნება. ჩვენ გამოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და შევეცდებით კიდევ ერთხელ ამ პრობლემას ჩავუდგეთ მოგვარების კუთხით. ესე იგი ასოციაციაში ხდება საბოლოო ჯამში აი ამ პრობლემების ახლა ჩვენ რასაც საუბრობთ დღეს ამის თავმოყრა და შემდეგ ზრუნვა იმისთვის მაყურებლებში არსებობს დაინტერესებული პირები ვთქვათ ვინც გამოთქვამს სურვილს რომ მიიღოს ასოციაციაში გაწევრიანდეს სად და ვის უნდა მიმართოს ამ მოთხოვნით დაინტერესებულმა პირებმა მეთევზეთა ასოციაციაში გაწევრიანების სურვილს შეიძლება დაუკავშირდეს ასოციაცია ფლორა და ფაუნის წარმომადგენლებს თავად მეთევზეთა ასოციაციის წარმომადგენლებს მე შემიძლია ეხლა საკონტაქტო ინფორმაცია თქვენ მოგაწოდოთ თუ ეთერში შეგვიძლია ვთქვათ შეგიძლიათ მისამართი თქვათ რომ ფარნავაზ მეფის 105 ბინა 46 ბათუმში კი ასოციაცია ფლორა და ფაუნას ოფისი მდებარეობს აქ და აქვე არიან მეთევზეთა ასოციაციის წარმომადგენლები. საკონტაქტო ინფორმაცია შეგვიძლია დაგიტოვოთ თქვენთან არ შემიძლია ეხლა ვებგვერდი Fisherman-G არის ასევე Facebook გვერდი ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოგმართონ როგორც გაწევრიანების სურვილები ასევე სხვა იურიდიული კონსულტაციების მქონე იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ასევე ცხელი ხაზი რომლის შესახებ ინფორმაცია თითქმის ყველა მეთევზეს მივაწოდეთ და ნებისმიერ დროს დღის ან ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია დაუკავშირდეთ ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და ესე ვთქვათ ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით ჩვენს გადაცემაში. ჩვენი სტუმრები იყვნენ პროექტ საქართველოში ტრადიციულ მეთევზეთა ინტერესების დაცვის მედია მენეჯერი ციალა ქათამიძე და ექსპერტი რამაზ მიქელაძე. მცირე პაუზის შემდეგ ჩვენ დაგიბრუნდებით, არ გადართოთ. ჩვენთან მიღებული ინფორმაცია სასარგებლოა. გადაცემის სპონსორია რიკო კრედიტი. სიახლე, სალომბარდო სესხები 1.5%, ხოლო იპოთეკა 2%. რიკო კრედიტი. ვოი, თირინი და ნანი. სოფელი ვერნები ახვდები ჩვენ აჭარულ სასიმღერო ფოლკლორისთვის დამახასიათებელ თითქმის ყველა ჟანრს ეს იქნება სუფრული, მგზავრული, მაყრული, მეზობელ სოფლებისგან განსხვავებით აქ ერთსახელიანი სიმღერების ვერნებისეული ვარიანტები გვხვდება. ნახეთ გადაცემა 1-2 ოქშაბათ აჭარის ტელევიზიის ეთერში. ექსპერიმენტები ფოთის დრამატულ თეატრში. იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სხვა ხელოვნების სფეროში და არ მუშაობენ კონკრეტულად თეატრისთვის, მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი საინტერესო რამ შესძინონ თანამედროვე თეატრს. სპექტაკლები, რომლებიც 24 საათში უნდა დაიდგას. ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ეს იყო აზრიანი, შეკრული, ამავე დროს რაღაც ახალი და რაღაც კლიშეები არ გაიმეორო, რაც ვიღაცა შეუქმნიაოდეს მას. თემა: გენდერი, რელიგია და სექსი. 4 შაბათს აჭარის ტელევიზიით. გადაცემაში თენა. გადაცემის სპონსორია რიკო კრედიტი. სიახლე, სალომბარდო სესხები 1.5%, ხოლო იპოთეკა 2%. რიკო კრედიტი.
ახლა შემოგთავაზებთ ვრცელ ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილთან. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. და პირველ რიგში რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის საგარეო კურსს ქართული ეკონომიკისთვის? მთლიანობაში ქართული ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას და ბუნებრივია ქვეყნის საგარეო კურსი, ქვეყნის დასავლური კურსი განსაზღვრავს სწორედ ამ პოლიტიკურ სტაბილურობას ამავე დროს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით ქვეყანა ძალიან სერიოზულ მყარ მტკიცე ნაბიჯებს დგავს, გულისხმობ იმას რომ იგივე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და შემდგომ მისი განუყოფელი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა არის სწორედ ის მთავარი გენერალური მასტიმულირებელი, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ქართული ეკონომიკისათვის და შესაბამისად ქართული ბიზნესისთვის გამომდინარე აქედან სწორედ აქ შეიძლება ხედავდით ჩვენ კურსის და ეკონომიკის გარკვეულ კავშირს. მე მგონია რომ ამ შემთხვევაში ჩვენ სამუშაო გვაქვს საკმაოდ ბევრი, თუმცა ამავე დროს ძალიან სწორია არჩევანი, როდესაც საქართველოს არჩევანი გულისხმობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და შესაბამისად საქართველოს ძალიან ისეთ მტკიცე ნაბიჯებს ჯერ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისკენ და ახლა უკვე ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ, თუმცა ხშირად ეს ვალდებულება მაინც და მაინც არ მომწონს ხოლმე პირადად მე მაგალითად ეს ტერმინი, იმიტომ რომ მე მგონია რომ იქ სადაც რეფორმირებაა საჭირო ეს არა ვთქვათ ვალდებულებად უნდა განიხილებოდეს მაინც და მაინც ჩვენი მხრიდან, არამედ სრულად იმ კუთხით რომ რაღაცა შევცვალოთ, ანუ არავის ესეთი ვალდებულება შეიძლება არ გვჭირდებოდეს ვთქვათ და არ უნდა გვჭირდებოდეს წესით იმისთვის რომ რაღაცა შევცვალოთ უკეთესობისკენ. ბატონო გიორგი, თქვენ ახსენეთ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. რას გულისხმობს ეს და რას ნიშნავს ეს ქართული ბიზნესისთვის? ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის კავშირთან არის ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ახალი შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგად ქართულ მეწარმეებს ქართულ ბიზნესმენებს, პოტენციურ ინვესტორებს მათ შორის საშუალება ეძლევათ შექმნა საქართველოში პროდუქცია და შემდგომ ის გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე სრულიად ყველანაირი ტიპის შეზღუდვის გარეშე. ანუ არ თქვა შეგულისხმება როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერები. ну გარდა ერთი შემთხვევისა, ეს თქვა ეხება ნიუ-იორკს, თქვა სადაც გარკვეული კვოტაა დაწესებული, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში არანაირი ტიპის შეზღუდვა ამ კუთხით არ არსებობს. და წარმოვიდგინეთ ახლა ეს თქვა იგივე შეთავაზება ინვესტორებისთვის, როდესაც ინვესტორს თავაზობ აი ასეთი ტიპის გარემოს, ანუ თავაზობ არა მხოლოდ იმას, რომ პროდუქცია შექმნას და ის ქართულ ბაზარზე გაიტანოს, არამედ პროდუქცია შექმნას და შეუძლია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე გაიტანოს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება საუბრობენ ხოლმე ციფრი 500 მილიონი, ციფრი 500 მილიონი თავისთავად თამბეჭდავია, მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ეს არის ძალიან მაღალი მწყიდველობითი უნარიანობით გამორჩეული ბაზარი. ნებისმიერი ინვესტორი, ბუნებრივია, ვისაც ბიზნესის შექმნა შემდგომ მისი ზრდა სურს, ან არსებული ბიზნესმენი, რომელსაც საკუთარი ბიზნესის გაფართოება სურს, უბრალოდ ინატრებდა, თქვათ, ასეთ შესაძლებლობას, რომელიც არის და ბუნებრივია მთავარია, რომ ეხლა, თქვათ, ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ, მნიშვნელოვანი დეტალი რაც არის, რომ ქართული პროდუქცია სათანადოდ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები. დიახ, ანუ ამასთან დაკავშირებით, რამდენად არის მზად ქართული ბიზნესი, რომ შექმნას ევროპული პროდუქცია? აი, ძალიან ხშირად როცა საუბრობენ ხოლმე, რომ საერთოდ აი თქვათ ევროკავშირთან ვაჭრობა რას მოგვიტანს, რამდენად რეალურია რომ თქვა ევროკავშირთან ვაჭრობა გაიზარდოს. ჩვენ ერთი მარტივი რამ უნდა ვთქვა, დღესაც საქართველოს ევროკავშირი არის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი. ყოველგვარი DCFTA-ის გარეშე ევროკავშირი არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი საქართველოს. კი, იქ მოქმედებს შეღავათიანი რეჟიმი GSP+, მაგრამ DCFTA-იმდეც კი ქართული მეწარმეების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციას ქმნიდა და შემდგომ გაქონდა ეს ევროკავშირის ბაზარზე. ანუ ერთ შემთხვევაში ეს მზაობა არის და მოქმედებაშია შეიძლება ასე ვთქვათ. აი ამ ადამიანებისთვის ყველასთვის, ვისაც ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებდა ქართულ ბიზნესმენებს გულისხმობ. ისინი განთავისუფლებული არიან უკავე ყოველგვარი საიმპორტო ტარიფებისგან. არანაირი ბარიერები აღარ მოხდეს, მაგრამ ამავე დროს
ჩდება ეს ახალი შესაძლებლობა უკვე მათთვის, ვინც ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზარზე არ იყო. ბუნებრივია, ნაწილი ამას უფრო მეტად მომზადებულად ხდება, ნაწილი ამას არც თუ მაინც და მაინც მომზადებული ხდება, მაგრამ ეხლა ჩვენი მიზანი, ჩვენი სახელმწიფოს მიზანი არის ის, რომ დაეხმაროს ბიზნესმენებს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს, მეტყვი ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ თუ არა ისარგებლონ, თქვა ამ შესაძლებლობამ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათ ისარგებლონ, აუცილებლად უნდა ისარგებლონ. სახელმწიფოს მიზანიც ეხლა არის სწორედ ის, რომ დაეხმაროს მაქსიმალურად ქართულ კომპანიებს, მათ შორის ასევე მცირე და საშუალო საწარმოებს განსაკუთრებით, რომ სწრაფად შეძლონ იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, იმ მოთხოვნებზე სწრაფი ადაპტირება, რომელიც დაკავშირებული იქნება ქართული პროდუქციის, ანუ მათ მიერ შექმნილი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარად გადაადგილებას. და ეს არ არის ბუნებრივად მარტივი პროცესი, ჩვენ პირდაპირ ვთქვათ, მაგრამ ეს არის ძალიან ესეთი შედეგიანი პროცესი, შეიძლება ასე ითქვას, შედეგიანი სამუშაო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამ შედეგებს, ქართული კომპანიები ამ შედეგებს ძალიან მალე დაინახავენ, როდესაც მათი პროდუქცია ვისიც ჯერ გასულ ევროკავშირის ბაზარზე გავა. და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი როდის იქნება მთლიანობაში რაღაცა სარგებელს როდის მიიღებს ქვეყანა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგად. სარგებელი არის დღესვე, იმიტომ რომ შესაძლებლობა უკვე სარგებელს ნიშნავს ამ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა იმ კომპანიას, რომელსაც აქამდე პროდუქცია გაქონდა ევროკავშირის ბაზარზე და რაიმე ფორმით იბეგრებოდა ან არასატარიფო შეზღუდვის ქვეშ ექცეოდა, ისინი ამ კუთხით უკვე თავისუფლებიან, მათ უკვე ნახეს თქვა გარკვეული სარგებელი და ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიების სარგებელი ბუნებრივია მნიშვნელოვანია ქვეყნის მთლიანად ბიზნესის სარგებელს ნიშნავს ამ შემთხვევაში. რომ ამავე დროს მინდა ერთი ასე დეტალი თქვა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოს შემთხვევაში არ არის მიმართული არც არავის ხარჯზე და არც არავის არ ხდება არავის ხარჯზე და არც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე საუბარი, მაგათ თქვა რუსულ ბაზართან დაკავშირებით. რუსულ ბაზართან დაკავშირებით პოზიტიური დინამიკა ექსპორტის ნაწილში იყო და რჩება, თქვა ამ ეტაპისთვის ბუნებრივია საქართველოს სრულად ღია როგორც რუსეთთან ისე მის ნებისმიერ მეზობელთან კონდეს ლიბერალური სავაჭრო ურთიერთობები, თავისთავად ცხადია, ასე რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა არნიშნავს იმას, რომ საქართველოს რაიმე ფორმით რომელიმე მიმართულებით ვაჭრობის პირობებს ცვლის. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ჯერ კიდევ მოქმედი რუსეთთან, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება DST-ს წევრი ქვეყნების სრულ უმრავლესობასთან, ეს არის მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე და ასევე ორმხრივი კიდევ რამოდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის ჩვენს მეზობლებთან. ჩვენი არჩევანი თქვა ამ შემთხვევაში არის ლიბერალური სავაჭრო ურთიერთობები ჩვენს ნებისმიერ სავაჭრო პარტნიორთან, რუსეთიც და სხვა ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთთან და პარალელურად უკვე ევროკავშირთან ეს უკვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღრმა და ყოველწლიურად თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენი გზა არის თავისუფალი ვაჭრობისკენ მთლიანობაში, ჩვენი არჩევანი არის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ლიბერალური სავაჭრო ურთიერთობები და ბუნებრივია ამ მიმართულებით მოძრაობთ მაქსიმალურად. ახალი რეალობა გვაქვს თქვა საბაჟო კავშირთან დაკავშირებით, რომელიც არის ამ ეტაპისთვის რუსეთი, ბელარუსია, ყაზახეთი და აგერ უკვე სომხეთის განუსებული შეერთება და 2015 წლიდან უკვე აქტიურ ფაზაში გადასვლა ამ პროცესის და თუმცა ამ კუთხეს ბუნებრივია ეს ყველას არჩევანია, ვინ როგორი ტიპის კავშირის შექმნას გადაწყვეტს ან რა ტიპის ეკონომიკური ურთიერთობებს გადაწყვეტს მეგობარ თუ მეზობელ ქვეყნებთან, მაგრამ საქართველოს ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ამბობ, რჩება ღიად და საქართველოს მზად არის მის ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან არა თუ შეინარჩუნოს, არამედ გააფართოვოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ანუ DCFTA ჩვენ არანაირად არ გვიზღუდავს იმ არჩევანს, რომ ჩვენ ყველა ნებისმიერ ჩვენს პარტნიორთან გქონდეს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები. საინტერესო რესურსი იგივე შეერთებული შტატების მიმართულებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება ჯერ ნაადრევია ამას საუბარი, თუმცა ბუნებრივია ეს თემა იყო დაანონსებული ჯერ კიდევ წინამთავრობის დროს და ალბათ ძალიან სასურველი იქნებოდა და ამ მიმართულებით მიმდინარეობს ცხადია მუშაობა, რომ ისევე როგორც ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან ჩვენ გქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. ერთია კიდევ მნიშვნელოვანი დეტალი, როცა პროდუქციის სტანდარტების დაკმაყოფილებაზე ვსაუბრობთ ხოლმე, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ქართულმა პროდუქციამ დააკმაყოფილა ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები, რეალურად ქართული პროდუქცია ნებისმიერ სხვა ბაზარზე იქნება ძალიან კონკურენტუნარიანი. ანუ ჩვენ ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება ხელს შეგვიწყობს შემდგომ ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის ბაზრის ათვისებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრს აქვს ზუსტად ეს ტიპის სტანდარტები, როგორც თუმცა თქვენ ახსენეთ, რომ ქართულ ბიზნესს ჭირდება ადაპტაცია. რა მიმართულებით აქვს ხელისუფლება სამუშაო, რათა დაეხმაროს
ბიზნეს ადაპტაციაში და შექმნას ევროპული პროდუქტი. ხელისუფლება მის პარტნიორებთან ერთად, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახორციელებს მთელი პროექტებს, რომელიც ეხმარება მათ შორის ცირასაშუალო საწარმოებს მეტ განვითარებაში, დახვეწაში, არის მართვის საკითხებში, პროდუქციის ხარისხის ნაწილში და ასე შემდეგ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკთან, სწორედ ცირასაშუალო ბიზნესის დახმარების მიმართულებით, ასე რომ ეს პროცესი არის დაწყებული, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ხედავთ მეწარმეების მონდომებას, იმიტომ რომ პრაქტიკულად არავინ არ სვავს კითხვას იმ მიმართულებით, რომ შევძლებ თუ არა, ძირითადში ყველა საუბრობს იმას, რომ შევძლებ, უბრალოდ მათ ჭირდებათ ხარდაჭერა ამ შესაძლებლობაში, რომ თქვა ევროკავშირის ბაზარზე პროდუქცია გაიტანონ, როდესაც ენთუზიაზმიც არის, თქვა ამ შემთხვევაში მეწარმეების მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური მიწოდება, ამ შემთხვევაში დახმარების ხელის ადეკვატური გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ოპტიმისტურად თუ არ განწყობილი იმ ნაწილში, რომ ქართული კომპანიები მართლაც შეძლებენ უახლოეს მომავალში შესაბამის სტანდარტების დაკმაყოფილებას. და აუცილებლად მინდა შევეხო ესე იგი ევროკავშირზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ აქვე უნდა ვახსენოთ, რომ როცა დასავლურ კურსზე არის ვამბობთ, ამ დროს რა თქმა უნდა ასოცირდება ნატოზეც ვამბობთ. რამდენად არის ნატო, ესე ვთქვათ, ქართული ეკონომიკის უსაფრთხოების გარანტი? მთლიანობაში ხა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, ხომ, არის ერთი ცნობილი ტერმინი ბიზნეს გარემო, რომელსაც ხშირად ყველა იყენებს ხოლმე, ხომ, ამ ტერმინს. ბიზნეს გარემოში იგულისხმება ის, რომ რამდენად ქვეყანაში არის შესაბამისი პირობები ბიზნესის განვითარებისთვის. როცა ბიზნეს გარემოს ვაფასებთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნეს გარემოში არის ბიზნეს პოლიტიკური გარემო, რაც პოლიტიკურ სტაბილურობას ნიშნავს, ხო, თქვა ამ კუთხით, რაც მოიცავს როგორც შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას, ისე საგარეო პოლიტიკურ საფრთხეების მინიმიზაციას, ხო, რაც უფრო ნაკლები რისკია ქვეყანას იგივე შიდა პოლიტიკური რჩევებიდან, საგარეო პოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ პოლიტიკური გარემო უფრო მეტად სტაბილურია. ნატო თავისთავად ცხადია, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული გარანტი იქნება ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან, რაც ახლა არ შევეხები, ბიზნეს გარემოს პოლიტიკური ნაწილის, საგარეო პოლიტიკური რისკების დასტაბილურებისათვის, ამიტომ სალსახად საქართველოს არჩევანი ნატოს, ევროკავშირის მიმართულებით ეს არის უმნიშვნელოვანესი სტიმული მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნოთ, თავისთავად ცხადია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არ არის ის ბოლო წერტილი, სადაც ჩვენ ვჩერდებით, ეს არის მნიშვნელოვანი გზის მნიშვნელოვანი ეტაპი, თუმცა თავისთავად ცხადია, საბოლოო მიზანი მთელი ამ პროცესის არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება უკვე მომავალში. და თავის მხრივ ესე იგი დასავლური კურსი ხელისუფლებას აღებული აქვს და შესაბამისად ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს და ხალხონიზირებებს ატარებს. რა აქვს გასაკეთებელი უშუალოდ მეწარმეებს? სამუშაო არის ძალიან ბევრი, გნებავთ ისე ხელისუფლებასაც შევეხოთ რამოდენიმე სიტყვით, იგივე საქართველოს აქვს ასოცირების დღის წესრიგი, რა მიმართულებითაც საქართველოს რეფორმები უნდა განახორციელოს, ასევე არსებობს DCFTA-ის ევროკავშირთან ხმადაყოლისმომცველი თავისუფლების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმა და მიმართულება აქ ძალიან ნათლად არის გაწერილი ყველა ტიპის რეფორმები, მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების ტემპის ნაწილში კითხვის ნიშნები არ დაისვას და ანუ რეფორმები სწრაფად განხორციელდეს, ამიტომ ბევრია ამ კუთხითაც სამუშაო ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამავე დროს რაც შეეხება ბიზნესს, თავისთავად ცხადია, ბიზნესმენების ნაწილს გასაგებია, რომ დაჭირდება შესაძლოა მეტი ინვესტიციის მოზიდვა ან რეინვესტირება, იმისთვის რომ მათ გარკვეული სტანდარტები დააკმაყოფილონ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სიტუაციას რომ ძალიან მარტივად შევხედოთ, ნებისმიერი ბიზნესის მთავარი მიზანი არის მომავალში მეტი შემოსავლის მიღება. და ყველა ბიზნესმენმა ძალიან კარგად იცის, რომ იმისთვის რომ მეტი შემოსავალი მიიღოს, რაღაც კუთხით ინვესტირებაა საჭირო. იმიტომ ამ მიმართულებით ბუნებრივია ბიზნესი ხედავთ რომ აგრძელებს მუშაობას, ბიზნესი ეძებს ახალ შესაძლებლობებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალურად სახელმწიფო მზად არის მისი ყველა შესაძლებლობის ფარგლებში, მისი ყველა რესურსის ფარგლებში დახმარებით ჩვენი მეგობრებისგან ევროკავშირიდან, დახმარებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, მაქსიმალურად ბიზნესს შეუწყოს ხელი აღნიშნული პროცესის
მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ გავლაში. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილე. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეკონომისტის კითხვებს პასუხობდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი. ახლა კი ვნახოთ თათია ანდღულაძის წარმატებული ბიზნეს ისტორია. გაიზიარე წარმატება. ჩემი კლინიკის კეთება დაიწყე 25 წლის ასაკში. პირველად ისევ აქ ამ ტერიტორიაზე იყო პატარა ერთსართულიანი შენობა და გავხსენი კაბინეტი. მუშაობდით მხოლოდ ორი ადამიანი, მე და ჩემი ასისტენტი. ამის შემდეგ დავიწყე ამ შენობის კლინიკის პროექტირება. პარალელურ რეჟიმში თან მუშაობდი, თან მერიაში ვამტკიცებდი პროექტს, თან სამშენებლო მასალებს ვარჩევდი და ესე დავიწყე ამ კლინიკის შენება. დაახლოებით 1-2 წლის განმავლობაში ვაშენებდი და შემდეგ დავიწყეთ გავხსენით კლინიკა, სადაც ჩემს გარდა უკვე დასაქმებული იყო დაახლოებით ალბათ 10 ადამიანი. ვიზრდებოდით ეტაპობრივად. ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის, რომ ჩემს გვერდით არიან ჩემი თანამშრომლები, რომლებიც რეალურად არიან ისეთივე პერფექციონისტები, როგორიც ვარ მე. როგორც წესი არ მიყვარს ერთფეროვნება და ალბათ ამას ვუკავშირებ, რომ მუდმივად ვიზრდები და მუდმივად ვეძებ სიახლეებს. ეს არის ყველაზე მთავარი. მეორე ის, რომ სამედიცინო ბიზნესში აუცილებელია ზრდა და მუდმივი სიახლეები. ბიზნესში მთავარი არის ალბათ ძალიან ბევრი შრომა და რისკი და გარისკო. ხშირად გამირისკავს დაუგეგმავად და გამართლებულა. მაგალითად შეიძლება ავიღოთ მაგალითისთვის თბილისის ფილიალი. შევედი ძალიან დიდ ბაზარზე, შეიძლება ითქვას, რომ თავდახუჭული, არანაირი კვლევები მე არ ჩამიტარებია და უბრალოდ ვფიქრობ, რომ ვამართლებ და ვიზრდები იმით, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ ხარისხზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამედიცინო ბიზნესში. ეს საქმე დავიწყე და დღესაც ვაგრძელებ სესხით. რა თქმა უნდა, დავიწყე პირველი ავიღე $5,000, მახსოვს ეს იყო 2004 წელი და ვიყიდე რაღაც ერთი დანადგარი, რაც შეიძლებოდა ამ თანხაში. ყიდვა. მას შემდეგ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ვიმატებ სესხს და ვზრდი კომპანიას, რომელიც საკმაოდ რთულია სესხით მუშაობა და რისკებთან არის დაკავშირებული. არიერი ბოლო პერიოდში მქონია დიახ, როდესაც თბილისის კლინიკას ვხსნიდი იმ პერიოდში. თუმცა გადავუახეთ და დღეს ყველაფერი ნორმალურადაა. ძალიან დიდი კონკურენცია იყო და ვეძებდი გზებს, როგორ გამختارიყა, როგორ მოვხვედრილიყავი ლიდერ კლინიკებში. ბოლოს ყველაზე კარგი ის იყო, რომ შევარჩიე კარგი თანამშრომლები, ძლიერი კადრი, რომელიც ორიენტირებულები არიან ჩემსავით ხარისხზე. და მე უფრო მეტად ვასაქმებ ახალგაზრდა ქალბატონებს და ვფიქრობ, რომ ქალბატონები ბევრად შრომის მოყვარენი არიან, ვიდრე მამაკაცები. პატრიარქალურ სამყაროში ამას არასერიოზულად უყურებენ და ბევრად უფრო მეტის კეთება მიწევს იმისთვის, რომ მე კონკურენცია გაუწიო მამაკაცს. სხვა ქალბატონებს ურჩევ, რომ ნაკლები დრო დაუთმოთ მაკიაჟს, ჩაცმულობას და იმაზე ფიქრს ხვალ რა ჩავიცვათ, ან როგორ გამოვიყურებით. ყველაზე ლამაზი არის, როდესაც ჩვენ გამოვიყურებით ბუნებრივად, ზედმეტი გაფორმებების გარეშე და ურჩევ, რომ ძალიან ბევრი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის განვითარებას. ზრდას. მე მაქვს ესეთი გრაფიკი, 3 დღე კვირაში შევმუშაობ 6 დღე.
3 დღე მუშაობ ბათუმის ფილიალში, 3 დღე მუშაობ თბილისის ფილიალში. აქედან კვირაში 8 საათი ვარ გზაში. ფიზიკურად დრო იმის რომ ანუ რაღაც სხვა რაღაცებს დაუთმო არ მაქვს. სამწუხაროდ. ქართულ ბიზნესში პრობლემა არის რა? ორი რამ. ერთი ის რომ გვინდა ერთ დღეში გამდიდრება და მეორე ის რომ გვიყვარს ფულის ხარჯვა. მე ამიტომაც გამომდის ბიზნესი, რომ ფულს მხოლოდ და მხოლოდ ხარჯავ ისევ და ისევ საქმეში და არ ვაძლევ საკუთარ თავს ფუფუნების საგნებს. ზედმეტ შენაძენებს იქ ამის საშუალება მაქვს, მაგრამ ამის თავისუფლებას არ ვაძლევ და მეორე ის რომ არ ველოდები ერთ დღეში გამდიდრებას. ქართველებსაც რა თქმა უნდა შეგვიძლია ბიზნესის კეთება, მე ძალიან პატარა ვიყავი რეალურად, რომ დავიწყე საქმის კეთება და ამისთვის დამჭირდა წლები. ეხლა სრულდება 10 წელი, რაც მე ვაკეთებ საქმეს, მე ძალიან მომწონს, რომ მუდმივად ხიზლად ვარ. მომწონს ჯანსაღი კონკურენცია, რაც ყველაზე მეტად მაფხიზლებს. მე ვცდილობ, რომ კადრი გადავამზადო და ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ გადამზადების პროგრამებს, ან ჩვენ მივდივართ, ან ჩამოვყავს უცხოელები. ეხლა ჩვენი ბიზნესი უშუალოდ დაკავშირებული არის პაციენტებთან და პაციენტები იყვნენ კმაყოფილები ჩვენი მომსახურებით და იმათმა მიუხედავად ჩვენი პროფესიისა თავი იგრძნონ ისე როგორც საკუთარ ოჯახში. ბევრს დაურეკავს, რომ ითათია ჩემმა შვილმა გადაწყვიტა სტომატოლოგიურზე ჩააბაროს, იმიტომ რომ შენ ძალიან მოსწონხარ, ან შენ გვაწევს. თუნდაც ეს სიამოვნოა. ევროპულ სტანდარტებამდე ჯერ ბევრი გვეკლია. დავიწყოთ ის, რომ რეალურად საქმის კეთება სჭირდება ფული. მნიშვნელოვანია თუ სესხი გაიაფთება პროცენტი, ეს ალბათ ძალიან დიდი ნაბიჯებით წინ წაგვწევს მე პირადად, მე არ ვიცი სხვასთან რა ხდება და მეორე ის რომ აუცილებელი არის კადრის გადამზადება. ჩვენზე უფრო მეტ გამოცდილ ქვეყნებში, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა არის ევროპული სტანდარტი, რა ხდება ევროპაში. ამისთვის საჭირო არის ქვეყნის გარეთ გასვლა. ასვლა ეს იქნება კონგრესები, ეს იქნება მასტერკლასები, თუ რაღაც მენეჯმენტის კურსები იქნება, თუ მარკეტინგის კურსები. მე ვიტყვი, რომ ძალიან დიდია საშემოსავლო გადასახადი 20%. იაფი პროცენტი და იაფი საშემოსავლო გადასახადი რეალურად მე როგორც მეწარმეს მომცემ საშუალებას, რომ მე კომპანია კიდევ უფრო გავზარდო და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმო. მე ვაკეთე ეს ყველაფერი მარტომ და მე შევძელი ეს ყველაფერი. ჩემი ყველაზე დიდი კაპიტალი ალბათ არის ჩემი ენერგია, ჩემი ძალა. დაუღალავი, არასდროს არ ვიხლები ხოლმე, აი 4 საათი ვშდები დილით 4 საათზე მანქანაზე, ჩამოვდივარ ბათუმში, 4 საათ ნახევარი გზაში ვარ, მე შევდივარ საოპერაციოში, ვაკეთებ ოპერაციებს და ყველა მეკითხება, საიდან თათი ამდენი ენერგია? არ ვიცი, პასუხობ, არ ვიცი. ბიზნეს სჭირდება მუდმივი განახლება, განვითარება. რეალურად შენ თუ არაფერს არ შეცვლი და შენ არ გაიზრდები, მე უკვე ერთხელ თქვი, რომ შენ მოკვდები, გაიყინები. აქ ტარდება ლექციები ჩვენ რეზიდენტებისთვის, ასევე ტარდება მასტერკლასები, ჩამოყავს უცხოელი კოლეგები და ვაცნობ სიახლეებს არა მარტო სტუდენტებს და რეზიდენტებს, ასევე ექიმებსაც. საინტერესო გარემოა და ძალიან მოსწონთ ჩვენს რეზიდენტებს. მე მინდა გაგაცნოთ ჩვენი კლინიკის მენეჯერი ბატონი რამაზ ჩურუგბა, რომელსაც ვენდობი თვალდახუჭული, ამისთვის რა თქმა უნდა წლები დაგჭირდა. ეს არის შენი ქირურგიული კაბინეტი, სადაც მე ვატარებ ყველაზე დიდ დროს. ეხლა დავამთავრეთ შემოწმება, ეხლა წავიდეთ და გადათვალიერებთ კიდევ კლინიკას. ყველაზე ასე ვთქვათ საინტერესო ადგილას მივყავხართ თქვენ ეხლა მე. ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ვქმნით პაციენტის ღიმილს. ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიგოს
ყველა ფილიალისთვის. ეს არის ჩემი მარჯვენა ხელი. აი ესე ვიტყოდი და სურვილი მაქვს რომ მე და დათო ვიმუშაოთ ჩვენი დარჩენილი ცხოვრება სულ ერთად. ჩვენ აქ ვქმნით პაციენტის ღიმილს, ისეთ და იმაზე უკეთეს, ვიდრე ჩვენ გვაქვს. ხო ასეა. ყველაზე მთავარი და საინტერესო არის ის, რომ ჩვენ მუშაობთ გვაქვს გუნდური მუშაობის პრინციპი. ყველა ექიმს გვაქვს სხვადასხვა პროფილი აღებული და ერთ კონკრეტულ პაციენტზე შეიძლება იმუშაოს რამოდენიმე ექიმმა. იმისთვის, რომ საერთოდ სამუშაო პაციენტს ჩავაბაროთ. როდესაც იწყებ ბიზნესს, ძალიან ბევრი სირთულეები ხვდებათ. მე ურჩევ, რომ არასდროს არ დათმონ და უკან არასდროს დაიხიონ. თავისუფალი დრო პრინციპში არ მაქვს. აი ეს არის ჩემი თავისუფალი დრო. ნახვამდის. ეს გახდა თათი ანდღულაძის ბიზნეს ისტორია. ახლა შეგვიძლია თვალი გადავალოთ ვალუტის კურსს და მსოფლიო საფონდო ინდექსების დინამიკას. თქვენ უყურებდით ეკონომისტს, მე თორნიკე მჟავანაძე ვარ, ჩვენ ტრადიციულად მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით, გბადლობთ რომ გვიყურებთ.